გამარჯობათ ხალხო. წავალების მესამე სერია ძალიან ბევრმა ითხოვა რომ დაიდოსო, ხო და მე ვერ მოვისალე ფიზიკურად, ჩემი ბრალი არის. ამიტომ დღეს გაჯილდოვებთ ორივე სერიით ერთად. მესამეც და მეოთხე სერიითაც. წავედით. გესალმებით საგანგებო საინფორმაციო ჩართვით. დღეს კიდევ ერთი ადამიანი იპოვეს წყლეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში დაგლეჯილი. ამ თვეში ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა. სამართალდამცავები მთელი ამ ხნის მანძილზე აგრძელებენ აქტიურ ღონისძიებებს გარეული მხეცის საფოვნელად, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. ახლა შემთხვევის ადგილიდან გვიერთდება ჩვენი ჟურნალისტი, მახო გისმენთ და მდგომარეობა ამ წუთებში. გამო რა შვილო მიცვალებულია მან და გასისხლიანდები რა. ქალბატონო, მიხედეთ რა თქვენი ჭირიმე რა. დიახ ნანკა ჩვენ ახლა ვიმყოფებით შემთხვევის ადგილზე, როგორც პოლიცია გვატყობინებს მიცვალებულ უკვე გადახავთ ექსპერტიზაზე. მათივე განცხადებით ჩვენივე უსაფრთხოებია ტერიტორიაზე სისულელე მოკლედ ჯერჯერობით დანამდვილებით რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ მიცვალებულს აღენიშნება მრავლობითი ჭრილობა, რაც ამ თვეში უკვე არაერთხელ ვიხილეთ. მადლობა ვახო, ეს იყო ჩვენი ჟურნალისტის შემთხვევის ადგილიდან. ჩვენ კი ექსპერტიზის ჩატარებისთანავე გამცნობთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა როგორი პასუხიც არ უნდა იყოს, ფაქტი ერთ-ერთ თუ ესე გაგრძელდა, საჭირო გახდება კომენდანტის საათის შემოღება, ან კიდევ უფრო უკიდურესი ზომების მიღება. იმედს ვიტოვებთ, სამართალდამცავები შეძლებენ სიტუაციის გაკონტროლებას. რა ჯანდაბა ხდება, აჰა? რა ჯანდაბა ხდება ამ ქალაქში, ამიხსნას ვინმე? მას შემდეგ რაც ვლადმა თავისი ისტორია გვიამბო, რაღაცნაირად ჩვენი ურთიერთობა შეიცვალა, უფრო ესეთი გახდა, რაღაცნაირი, რაღაც თბილი გახდა, უფრო ოჯახური გარემო არის და მითი საქმითაც დიდად სიმართლე რო გითხრათ, მეც და ტორიკას რაღაცა აღარ ვთვლით. ბიჭო, კიდევ კარგი ის ახლობლები მყავს კლინიკაში, თორე რა იშოვიდა ამდენ სისხლზე. გადახარ. რა შვები? დავიწყე უშენოდ. მე კადრი ვერ გაასწორე, რა არის? რა სერჩი? რა სერჩი, ბიჭო, კადრი? კადრი და ეს კიდე ხა რაც ვიცი ის გავაკეთე. რა საკეთებ, დაიწყე, ბიჭო. ნიშნულოვანი ინფორმაცია. ესე იგი, ვლადმა მითხრა, რომ არც ერთს არასოდეს არ მოუკლავს ადამიანი. ანუ იმდენ სისხლს წოვდნენ გადარჩენისთვის, რაც იყო საჭირო და თავს ანებებდნენ. ანუ მკვლელობა არ ჩაუგენიათ არც. აჰა. ჩვენ გვაწყლარებს ეგრე. ძალიან ბევრი სპონსორი. არც ეგაა გამორიცხული, მაგრამ ნუ მე მჯერა. და კიდე ერთი ფაქტი. ესე იგი, თურმე ნებისმიერი სითხის დალევა შეუძლიათ. შიმშილის გრძნობას არ მოუკლავს, მაგრამ ნუ დალევა შეუძლიათ. აი, მყარ საკვებზე ცოტა სხვანაირადაა საქმე. ვერ შეჭამენ. თუ ჭამენ, მერე რაღაცას იღებენ ეს. არც ისე გაისანახაობა. მაგარი ამბავი გითხრათ? ჰამლეტთან დავალაგე ურთიერთობა. გასაქცევი არსად ქონდა. კუთხეში მივიმწყდიე. თავი გადაუწიე. კისერს დავეწაფე. აკოცე ხა. მურა ვერ ხვერინია. კისერში აკოცე. მურა. რადგან ბევრი რამ გსმენიათ ვამპირებზე, ეხლა გეტყვით რა არის მითი და რა არის რეალობა. ხო თესლი აზრია. ძალიან შეჩემა, ხო გეუნებოდი იმენა თესლად გამოგდის იუთუბერობა, ბიჭო. გააკეთე არხი, რამდენი წელი კერო. ხო. ო, ვიფიქრებ მაგაზე. მიდი. მოკლედ, რუბრიკა მითი თუ რეალობა. პირველი, ნიორის მომაკვდინებელი ეფექტი. აიგო? აბა. შეჭამე. Hamasi.
მოგწონთ? მეორე ვერცხლი. მადლობა დიდი ენდი. მესამე ჯვარცმა. პირჯვარი გადაიწერა რა საყვარელია ბიჭო. მეოთხე იარაღი. და ბოლოს მზის ხივი. თქვენი მოყოლილი ისტორიებიდან ყველაზე ჭეშმარიტი აი ეს არის. ზიშუქი მომაკვდინებელია ჩვენთვის. ანუ ყველას ერთად ზაგრაობა გაგვემაზა? სასო რა ვახარ სასო? ჰა? კამაც. დაშვება YouTube-ი. ნაშრე. ნავე. საჭმელად ვარ ჩამოსული, შერაშვები. ეხლა ვიყავი სისხლი ავიღე რა და ჩემადამ დამირეკა ბავშვს აქ რაღაცა კოსტიუმირებული ზეიმი და ინდაურის კოსტიუმი უნდა მაშოვი, ნუ უეჭვები. ბიჭო, ოპერაცია ხოლმე ეგეთ რაღაცეები. ეხლა ბაკიდან გამოვედი და არა აქვს. ყველა გააქირავეს და რა ვიცი, საქართველოს როდენ აღნიშნავენ მადლიერების დღეს დედამოწყული ვერ გავიგე შეჩება. მოიცა მყავს მე ერთი ახლობელი, მკერავი დაურეკავ იმას რაღაცას ვიზავთ რა. აუ, გთხოვ რა. ბიჭო, პირველად ხოვა ჩემადამ რაღაცა რა და ვეჭველი უნდა შევასრულო ეს რაღაცა. ვიზავთ რამის არ ნერვიულობ. კაი, მიდი დავაი. კაი, მაცადე. დაურე. Kako ga ičita, bićo. Brate, Деньги, да, ქართულ ინგლისურად როგორ არის დედამოწყ მანი
ქართველი ვარ, შემოგევლე, ქართველი. ქართველი ხარ შენ შეგთხარ. ქართველი ხარ შენ შეგთხარე ბიჭო. მომერა, გაცურად. არ მაქვს წამოღებული რა. გიდა ხეშმოტონ აბაზარო შენ რას მეყლევები. ჟმოტი პიდარასტი მოიქცე. რა შუაში ქეში არ მაქვს წამოღებული უბრალოდ. პირადოს, მოდი ჩაიწერე. ჩაგირიცხო. ვიდი ხამედი. 316 ერთი წუთი გავხსნა აპლიკაცია. 27 გავხსნა აპლიკაცია ერთი წუთი. მითხარით აბა. მითხარით. ყველაზე მისტიურ კაცო ახლა ვარ. სალამი კოსტა, როგორ ახარ? კარგად გეთაყვა, შენ როგორ ხარ? ორი ამბავია, რახან შენ დარეკე ხა. ერთი ან მოგენატრე, ან მეორე რაღაცი შეკერვა გჭირდება. პირველი გამოირიცხა, რადგან ფანტესეთი ახლო ურთიერთობაც არ გვაქვს, ესე იგი, რაღაცი შეკერვა გჭირდება. ხო, რაღაც მინდა რომ შეკერო რა მაგის ათხოვარზე. ბატონო, გისმენ, აბა ეხა რა კვერცხი მონსტრის ფორმაა შესაკერი. ჩუპაკაბრა, რეიკი თუ ავატინი. არა, ინდაურის ფორმაა შესაკერი. ინდაურის? ამე ძველი ლეგენდა ყლელინდაურზე ფოლკლორში და გაუმაზე? არა, უყურე, ჩემ მეგობრის დიშულს აქვს ზეიმი რა და უთხრეს რომ ინდაურის ფორმაა საჭირო, თან ძალიან სწრაფად 2 დღეში გჭირდება და იქნებ მიშველო რა. ბევრი საქმე მაქვს. მაგრამ ეხლა ბავშვის გასახარებლად თუ არის საჭირო, რამეს მოვიფიქრებ შენ მაგაზე? არ ინერვიო. აუ, შენ გაიხარე, მადლობა დიდი, არ დაგივიწყებ არასოდეს რა. კარგია, თუ არ დამივიწყებ, კარგია. მოკლედ რა ქენი იცი? შენ ზომები ჩამიგდე? განაჩენს მე მივხედე. კაი, ეხა გავარკვე მაშინ ზომებს და ჩაგიყრი ყველაფერს რა. მოსულა, მოკლედ არ ინერვიულო რა. ყველაფერი იქნება 5-იანზე. მადლობა დიდი, დროებით. გაიღვიძეთ? პირაც მეუნებოდით რომ თანხა ჩამერიცხა რა. უიმე თანხი ჩარიცხავთ ხოლეთ? ხო, საჭმელზე მაკვდებაო და ჩაგირიცხოთ, მითხარით არ არის. ლიპირვასია ბიჭო. არ არის უხერხული, მითხარით, ნუ გერიდება და ჩავრიცხავ. დედაც ხო არ გაგინეთ? არა, დედა არ გიგინებია. აი რაც ასაკი მემატება, პროგრესირებ. რამდენი წლის ხარ? ქალებს ასაკს არ ეკითხებია. კარგად ლამაზო. გავარკვი, არ ინერვიულო, შინაურია, რომელიც შეკერავს ამ ყველაფერს. ერთადერთი შენგან მინდა ბავშვის ზომები, რომ გადაუყარო და ის მიხედავს მე. აუ რა ჯიგარი ხარ, ზეპირად ვიცი და ეხლა ვიდეო ჩაგიგდებ. კაი, გამოვუშვი. ისმიდე. კაროშე სადღაც აი ესე არის სიმაღლეში და ესეთი არის სიგანეში. სადღაც აი აქ რა. მომიხდი. აი ზომები ჩაუგდო ჩემო. სტაიხარია მერონები. დაწნარდი. მოვა მალე ის ორი იდიოტი და მოგიტანენ ახალ ჟურნალ გაზეთებს. ნუ სისინე. გასარგულისხმობ. დაკატად ვამბობ. როდემდე უნდა ვიყოთ ამ სახლში გამოკეტილები და როდემდე უნდა გავცქეროდეთ ამ გზას. გარეთ გასვლა მინდა. ნადირობა მინდა, გართობა მინდა, გესმი? ძუძუები გინდა? შენ ბერს ნუ ტლიკინე, თორემ კუბოს კუთხეში დაგაყენებ. არ მინდა კუბოს კუთხეში, ცხელა. არ გაინტერესებ. როგორია ეხლა სამყარო? მონადირეები რომ გვეძებდნენ, აქამდე ხომ გვიმოვიდნენ არა?
ისე საინტერესოა. რაც მახსოვს, მონადირეებს ერთ პირაზე მეტი არ დაჭირვებიათ ჩვენს მოსაძებნად. ლად, თუ გვიპაუნეს მონადირეებმა, როგორც ადრე გვპოულობდნენ ხოლმე, ხომ მოერევი ისევ. შვილო, ვინც არ უნდა მოვიდეს, ყველას თავს წავაწყვიტავ და მათ სისხლში გაბანავებ. მერე ხერხემალს ამოვაწრობ და ახალ სადამაშოს გაგიკეთებ. მერე ტყავს გავაწრობ და შარვალ კოსტუმს შეგიკერავ. ჩემი რაინდი ხარ. რატომ ხარ თუმად? რაღაც უცნაური შეგრძნება მაქვს. რაც არცეთ გაღვიძებაზე არ მქონია. მონადირეებს გრძნობ? არა. რაღაც ახალს გრძნობ. ვერ გამერკვევი არას. მონადირეებს არ გრძნობ ლად. სხვა რაც არ უნდა იყოს, ხომ იცი რომ არაფრის ქვეშინია. გარეთ მინდა გასვლა. ჩემი ნებართვა არ გჭირდებათ. გააკეთეთ ისე სიგოგეთებას გსურთ. უბრალოდ სიფრთხილე გამოიჩინეთ როგორც ყოველთვის. ნებართვა რა შევაშალოთ, უბრალოდ შენს გარეშე არ გვინდა გასვლა, გესმის? დიახ. თუ ვლადი არ წამოვა, მეც არ მოვდივარ. არც მე. აი ხედავ, შენს გარეშე არავის არ უნდა გასვლა. თქო, დროაფედერი წლები გავამოძრაოთ. გარეთ 1000 სიახლე გველოდება ვლად. თქო. ვეიფსო ეწევა რატები ეკარა ვეიფს როგორ ეწევა შენ მე გაიღვიძეთ უკვე თქვენ ესე ადრე არ ველოდი. კარგი ამბით მოვედით. ახალგაზრდა სისხლი მოგიტანეთ. სულ რაღაც 20 წლის დაწვენებით. საწო. დროა ჩვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდეთ, საწო. აკვენს რა მე მგონი ბიჭო. ბიჭებო, რა სიტყვით პაემანზე რომ დაგვპატიჟოთ. რა პაემა? ქალაქში. ანუ ქალაქში რომ გავისეირნოთ ერთად, სოსო. და ქალაქში რატომ უნდა გავისეირნოთ? ხომ მოვიტანე სისხლი? ვლად, გესმის რას ამბობენ? უნერვიულობს ასო. ნადირობას არ აპირებენ. უბრალოდ გასეირნება სურთ. განტვირთვა. მოკვდავო, შენი ნებართვა კი არ გჭირდება. თუ არ გინდა, უბრალოდ გზა გვაჩვენე, დანარჩენს ჩვენ თვითონ მივხედავთ. ეგრე არ გამოვა. თუ გინდათ რომ ეს წამოვიდეს, სასო და დორიკა ჩვენთან ერთად უნდა იყვნენ. ასე უფრო სახალისო იქნება. არა ბიჭებო. რა თქმა უნდა, ვლად. სწორედაც რომ ეგრეა. მეც მაგის თქმას ვაპირებდი. აბა რა სიტყვის სასო? არ გინდა უახლეს ისტორიაში ჩვენი დიდი გახდე? ორი წუთი რომ მე და დორიკა გავიდა და დავილაპარაკოს. ხო არ გეწყინებათ? რა უნდა გვეწყინოს, გოგოები კი არ ვართ. გადით. კაი შედარება იყო. ბიჭო, რადიო დაგრჩა მანქანაში. რა რადიო, ბიჭო, რა რადიო, რა ჯანდაბა ვქნა ეგ მითხარი. რა უნდა ქნა? არა, ეტყვი და ჰამლეტი ტრაქში გაგიკეთებ პაკოს სათამაშოს. კითხო კი უთხრა? კიზი არ არის. ხომ იცი რომ ეს ყველაფერი გვითხრეს იმიტომ რომ ზრდილობის გამო. ვეიმე. და რომ მოუნდე თვითონვე წავლენ და იზავენ რასაც უნდათ იმას. ო რა კარგად ვატარებთ, ბიჭო, ყოველ დღეს რა კარგად ვერთობოდით, ვიფიქრებ PC5-ს ამოუტანდი, მე FIFA-ს ვითამაშებ, Tekken-ი, God of War-ი წარმოიდგინე. შენ გგონია რომ ეხა 4 ზრდასრული ვამპირი გეიმერობის კარიერით დაკმაყოფილდება. რატო არა? გამოხლევდი შეჩემა?
ხომ იცი რომ ეს დღე დადგებოდა. ხო და ეხა ჯობია იმაზე ვიფიქროთ, სად წავიყვანო და როგორ გავართოთ. თან ისე რომ მეორე დღეს საინფორმაციოში არ გამოაცხადოს, სისხლიანი სასაკლაო იყო ბასიანზე. გაი მოიცა მოვიფიქრებ რომ ეს წამ. მეგობრებო, მე და სასომ ვისაუბრეთ და მინდა გითხრათ რომ ჩვენთვის დიდი პატივი და სიამოვნება იქნება თქვენთან ერთად ქალაქში გასეირნება. მოგერტი პირობით. ეხლა ჩააჯვამ სიამოვნებაში და ხომ ვიცი თავს წავაწყვიდა. რამდენიმე დღე დაგჭირდება. დღეს რატო არა სასო? დღეს იმიტომ არა რომ ამა ყველაფერს დაგეგმა ხო უნდა რა კარგად გილებში რომ წაგიყვანოთ კარგი რაღაცეები დაგათვალიერებინოთ ამას დრო ჭირდება რომ მაყოფილები დარჩეთ ბედნიერები იყო და ტრაქში არ გამიკეთოს ჰამლეტმა რამე რებს როშავ უბრალოდ ჩაგვიყვანე ქალაქში და ჩვენ თვითონ გავირთობთ თავს საუკუნოვანი პრაქტიკა გვაქვს თავის გართობის დასოსწორს ამბობს შოპს მოიმზადონ და უფრო საინტერესოდ გაგვატარებინონ დრო რამდენიმე დღე არაფერს ხვეცი კარგი ხო? როგორც ვლადი იტყვის ისე იქნება. ოღონდ ილოცე წარკვეთილო რომ ეს ლოდინი ამაო არ აღმოჩნდეს და გართობა მოგვეწონოს. თორემ აი ამ ბავშვს არა გავიგებ აუცილებლად მაყოფილები დარჩებით აი გპირდები შია ტორიკ ვაჩვენე რა მოგვიტანე აბა საუკეთესო სისხლი მოგიტანეთ. ვიღაც სპორტსმენის რაღაცის ჩემპიონია, აღარ მახსოვს ჭადრაკის თუ კრიკეტის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ძალიან მაგარი სისხლია. რა მაგარი გოგო. ერთი ისნის ჩემი ხმა. კი გამარჯობა. იცით ცოტა შეგაფერხეთ. რაღაც უსიამოვნო ინციდენტი მოხდა და მაგრამ ყველაფერი კარგად არის, დიახ. იცით ჩვენი ბავშვები მზად არიან, მალე დავიწყებთ და ძალიან გთხოვთ ერთი ორმახიანი ტაში შევუკროთ თუ შეიძლება. დიახ. აში. მადლობა. ახლა შემოგთავაზებთ მე-6 T კლასის საძეიმო გახსნას ტაში. მადლობა. ბრო, ბადლიერების დღეს გილოცავთ. დაურიგით ხრა თუ დაურიგით ხრა მეჯო ბრიტა შეჭები და პოზიციები პირიქი, შენ თავს ფიცა ვარ, ყველაზე ორიგინალურად ჩანდა, სხვებთან შეტანებით. არა ხო, ნუ ძალით ხო არ მიქნია, არა ტელეფონში, რაც მითხარი, ეგრე გავიგე. აუ. კაი ხო, კაი, ნუ მეჩხუბები რა, რამეს უყიდი, არ ვიცი, რამეს საჩუქარს უყიდი, ორიგინალურს, რა ვიცი, სნიკერსი ხო უყვარს. ორიგინალს. ალო. ამითიშ. მეჩ სნიკერსი რაღაცა მაინც არ ამგონია რა. იქნებ რამე უფრო სხვა მოგეფიქრებინა რამე. მარსი?
ძეხვი და პური რო იყოს. აუ, ძმობას გაფიცებ. გამოცა. მართლა, ბიჭო. მართლა, წამოდი, ბიჭო. ზავშვიდობის. ესე აპირებ წამოსვლას? რა დაგვიწუნე მოკვდავო. არა, ყურადღებას მიიქცევთ ესე ძალიან დიდს რა. მოიცა, რა ვქნა სასო. რომ გამოიცვალოთ, იქნებ გვაჩვენოთ რა გაქვთ და აღარ შევინებთ რამე რეიბერულს. შენი აზრით კუბოში გარდერობი არის ჩაშენებული? დავა პაპატკა. როგორ მოიქცეთ სასო? აუცილებელია რომ კუბოში დაიძინოთ? ასე გითხები შეჭა. არა, ანუ ყურე თუ აუცილებელი არ არის რომ კუბოში დაიძინოთ. აქედან ჯერ ჩავსულიყავით ჩემთან, ხვალ მოგიტანდით ტანსაცმელს, მე და ტორიკა გამოიცვლიდი და ისე წავიდოდით გასართობად. კუბოს გარეშე შეგვიძლია დაძინება? შეგვიძლია, მაგრამ არასასიამოვნოა. ხო, მაგრამ ხო შესაძლებელია? რა ვქნათ, ვლად? როგორც სასო იტყვის, ისე მოვიქცეთ. მადლობა, ვლად. ესე იგი, მაშინ ესე ვქნათ. ეხლა აქედან დავიძრა, წავიდეთ ჩემთან, მე გიმასპინძლებთ ერთი დღე, მერე ტორიკა და მე ახალ ტანსაცმელს მოგიტანთ, გამოგაწყობთ ლამაზად და ერთად წავალთ სასეირნოდ. აუ, თან ძალიან მაგარი რამე მოგიმზადეთ. წარმოდგენაც არა გაქვთ ისეთი მაგარი რამე. ხო, ტორიკ, მაგრამ ერთი წუთი, ვლად, შენთან მაქვს სათხოვარი. გთხოვ, შენ პირდი, რომ აი ეს ყველაფერი, ეს გადაწყვეტილება სანანებელი არ გამიხდება. არ ინერვიულო. უბრალოდ გარემოს გამოვიცვლით და მეტი არაფერი. პირობას გაცლიო. აბა, კომფორტულად ხედხართ? ამას ცხენები წასვლაჯობდა. მიხარ ცხენები. კარგით, რა სულ რამოდენიმე საათი დაგჭირდება, მალე ჩავა. ამლეთ შეგიძლია ბევრი არის მოძრაო თავს უკერხულად გზნო, რა თქმა უნდა, ვლად. თუ გინდა ადგილები გავცვალოთ და მე ვიქნები ზემოდან. დედა ჩემი იყო ხოლმე ზემოდან. რა ვქნა, თავიდან ესა რა ქვია, დასხდები სხვანაირად თუ დავიძრავ? დაიძარი სასო. აუ, რა მაგარი რამე გველოდება. აბა, გავემზადეთ. მადლობა, ვინც რეაქტებს უყურებთ ხოლმე ხალხო, ვისაც მოგწონთ. არხი გამოიწერეთ, დაალაიქეთ და წავალების არხი აღწერაში იქნება, უოჭოლი და გამოიწერეთ არხი, გვერდში დაუდეკით თქვენი მხარდაჭერით. დროებით.